ერთი რამე იწოდეთ, ირისმუში ნახმარი, ხილით შეთანხმებებია, გარეთ არასოდეს არ ემუშაოთ. კარგი სახელი ჭრილობა როცა ამ რაღაცა, თორე თელ მიკრობებს შედის ხელთათმანი აუცილებლად გამოიცვალო. მიხდით? გარეთ თუ მუშაობ ხელთათმანი და მერე ირისმუში შეგიძლია. ირისმუში დააბრუნოთ. ყველაზე მეტი მიკრობია, მაგრამ აი ირისმუში ნამუშევარი ხელთათმანით გარეთ ერთი მისხალწო იყოს ჭრილობა და თქვა კერავდე აუცილებლად ის ხელთათმანი გაიძრო დააბინძურებ იმ ჭრილობას ეს ისე ზოგადად ესე იგი ხელები რომ უნდა დაიმუშაოს რომ ჩემზე კარგად თქვენს ექსტრაქციის დროს განსაზღვრული არის პაციენტის და ექიმის პოზიციები ქვია ნახეთ პაციენტის და ექიმის პოზიცია მოდი პაციენტის პოზიცია გავიგოთ რა პოზიციაში შეიძლება იყოს პაციენტი ჯდომარე გოსწორია კიდე? წოლია. ნახეთ, ეს რო გადავწიო, ნახევრად მოწოლია და საავადმყოფოებში რა გვაქვს შესახვევები, სადაც რამის ვაკეთებთ ამბულატორიულად, საოპერაციო მაგიდად გას. ამას კი უკვე წოლია. ანუ შეიძლება არ იდგეს საავადმყოფოში ეს სავარჯი. ესე იგი, ერთი ჯდომარე, მეორე ნახევრად წოლია. და მწოლია. ნახევრად მწოლია, ანუ მწოლია. ნიშნულობა არ აქვს, გინდა ნახევრად ჯდომარე იყოს, წოლიარეს რას ამბობენ, იცი რომ რადგან ადამიანის სწორად არის სისხლი თანაბრად მიდის თავში და ფეხებში და გულის წასვლის შანსია ნაკლები, მაგრამ ის აუცილებელი არ არის ხა ამბულატორიაში და საოპერაციო მაგიდა მოითხოვო. ზოგადად, თუ რამე უპირატესობა ერთმანეთთან შედარებით არცეც არ აქვს. ესე იგი, აქვე ისწავლეთ, რამდენი პოზიცია პაციენტის? 3. ჯდომარე, ნახევრად წოლიარე. რაც შეიძლება ეხლა თუ ვიღებთ კომპრესორები არ არის ჩართული და ვერ ვამოწევებ თუ ვიღებთ ზედა ყბის კბილებს ნახეთ სავარძელი ისე უნდა აწიოთ რომ ამოსაღები კბილი თავი კი არა ამოსაღები კბილი იყოს ექიმის თქვენ რა სიმაღლეზე ხართ ხრის სახსრის დონეზე გესმით ეხლა მე რო ვიღებთ ზედა კბილებს და ესე იყოს რა უნდა ვქნათ თქვენი აზრით, ნახეთ? მე რადიკულიზე უნდა იმკურნალოთ. მიხდით, ჩვენი დისკომფორტია. მე შეიძლება ჩაკითხდეს, ვერ ახარ შემწორ პოზიციაში. მიხდით? უბრალოდ ის არ აქვს პოზიციაში. ანუ ამას ის დონეზე ავწევ, რომ აი რომ ეს სწორად ვიდგე ესე კომფორტულად. გასაგებია ამას ნიშნულობა. თორე პირველი აი მიზეზი, რატო ჩაკითხდეს შეიძლება თქვენი იცი? აი ესე რომ ხარ ვერც ინსტრუმენტს ხმარო კარგად ვეცადებ და ასე შემდეგ. ესე იგი, ზედა ყბაზე ამოსაღები კბილი უნდა იყოს ექიმის ხრის სახსრის დონეზე. რაც შეეხება ქვედა ყბაზე, როცა კბილს ვიღებ, უნდა იყოს ნახეთ, რა არის ეს რომელიც ეს კიდე ცოტა დაბლა. იდაყვის სახსრის დონეზე. აი ქვედა ყბაზეც თავისუფლად ეს ცოტა დაბალია, ხო ცოტა ავწევდი მე. მიხდით აი ჩემი იდაყვის სახსარი, რომ ესეთ ხედი თავისუფლად გქონდეს. აი სული სხვაობა დავიხსენოთ. ასევე აქვე მივაყოლოთ, რადგან პაციენტის პოზიციებზე ვსაუბრობ. როცა ვიღებ ზედა კბილებს, თავი ყოველთვის გითქვედა არის, გინდზე და მშორბა რა, რაზე უნდა იყოს თავის დამჭერზე ხარად. არ უნდა ამოძრაოს, თორე შეიძლება ძვალი მოსწავლო ინსტრუმენტი რომ მასახნაუზე გაგეკითხეს ხელიდან. ანუ თავი მხარად თავის დამჭერზე, თუ ზედა ყბის კბილს ვიღებ, აი დაახლოებით თქვენ ესე, თავი ოდნავ რა არის უკან გადაწეული და შემიძლია საპირისპირო მხარეს და ესე შემოაბრუნებინო, გაჩნია რომ მეკვლია. მაგრამ თუ ვიღებ ქვედა ყბაზე კბილებს, პაციენტს თავი არ გადააწევინოთ, აი ესე, სწორი, ვერტიკალურ მდგომარეობაში გააჩერებინეთ. როგორც რომლებრივ გაქვს. ოდნავ შეგიძლია, აი ოდნავ ნახე, აი ეს დავწიო. ნიკაბი. ოდნავ. შიგნით თუ შეაწევინე ვერ იმუშავებ. ანუ ოდნავ აი ესე დავაწევინე. მორჩა, ეხა მითხარით. ზედა ყბაზე თავი. თავის დამჭერზე მხარად, თავი არის ოდნავ. ძალიან არა, ძალიან თუ გადააწევ. ოდნავ უკან. გადაწეული და შეგიძლია სხვა საპირისპირო მხარეს თქვა ვიღებ აქედან ხრის. სხვა იქით მივაბრუნებინებ. თუ იქეთაც ვიღებ, აქეთ. ანუ საპირისპირო მხარეს მოვაბრუნებინე. ეს ის დავამაგრე რაღაცა მოთხოვნა რა ვიცი რა. ახლა ინტერესანტია. ამაში შეგიძლია ჩამოვიდეს. კარგი, ეხლა რა მინდა ქვედა ყბაზე? გამარჯობა. თავი უნდა იყოს.
ამერიკაში. ქვედა ხაზზე როცა ვიღებ კბილებს, რომელი სახსრის დონეზე უნდა იყოს, ამოსაღები კბილი, ოღონდ თავი არ არის. იდაყვის. იდაყვის სახსრის დონეზე თავი უნდა იყოს ვერტიკალურ, ანუ სწორ მდგომარეობაში და ნიკაპი ოდნავ დახრილი. ოდნავ დახრილი. გავიგეთ ხო? ანუ პაციენტის პოზიციები ამითი მოჩავა, აი გაჩერდი. აი მე მითხრა ის ხო, შეგიძლია თავის საპირისპირო მხარეს თუ გჭირდება ხო თუ აქეთ აი ხო თუ აქ გჭირდება გაჩერდა რომ ეკრეჩი უსმენ შენ პირველი შენ გამოგკითხავ ეხლა დავიწყოთ ექიმის პოზიციები. აი ეს ძალიან კარგად დაიხსენე. ბავშვო, ზედა ხმაზე ექიმის ამოღების ოჯახი. პოზიცია არის ზედა ხმაზე 1 და ეს გახლავთ წინა მარჯვენა პოზიცია. მე არ ვიცი ეს შეიძლება როგორ წერია. ეწერება, მაგრამ აი ესე დაიგნე. წინა მარჯვენა პოზიცია ერთი მაშინ ვიღო. ვთქვით, ზედაყბაზე ექიმის პოზიცია რა ვთქვით? წინა მარჯვენა. ან წინა მარჯვენა, თქვენ როგორ წინა დეკლარ არის შეცდომა. ესე იგი, ნებისმიერი ჯგუფის, რამდენი ჯგუფის წვრილია ზედაყბა? ფრონტალურები, მერე ცენტრალური და გვერდითი საჭიროება. მერე პრემოლარი. ან ნებისმიერ ჯგუფს რო ვამბობ, ყველა ვიგულისხმენ. ნებისმიერი ჯგუფის კბილები და ნებისმიერი მხრის. ანუ რა გულისხმობ? მარჯვენას და მარცხენას. რომელი პოზიციით ვიღებ? წინა მარჯვენა. ან შეგიძლია თქვა მარჯვენა, წინა ეგრე. ორი სიტყვა თუ გადაანაცვლებ შეცდომა დაიწვება. ანუ ნახეთ როგორ დავდგები? აი, დასწრებს ნახეთ, ეს რომელი მხარი? აი მე რო პაციენტი მარჯვენა ხოა? თუ ცაცია არა ხართ. ჯერ მოდი ისე ვთქვა, ვით ცაცია არ არის ამ პოზიციაში დგას. ანუ აი ესე ვარ, წინა მარჯვენა პოზიცია. მაგ ამას ნიშნავს, აი მე რომელ პოზიციაში ვდგება, ხა მარჯვნივ და აი ცოტა ნახეთ წინ. და ვიღებ ნებისმიერი ჯგუფის კბილს ამ პოზიციით. შეხედეთ დაგწუნდეთ. აი ფრონტალური თავი ხო აქვს ხა, ნახეთ ფრონტალურს ვიღებ. გვერდით, ბავშვები შეხედეთ, თუ ამას ყველას გამოგკითხავთ. ერთი დამოგება შემიძლია. მომაწოდე ის მაშა. ნახეთ რატომ საპირისპირო მხარეს თავის ხო. ეხლა როცა ვიღებ ფრონტალურ კბილებს, ცენტრალურ საჭიროს, გვერდით საჭიროს არ ჭირდება თავის მოგნურა. მაგრამ ნახეთ თქვა მარცხენა მხარეზე ვიღებ ეს პრემოლარს ნახეთ რა თქმა უნდა. აჰა, მოვაბრუნებინე, ხედავთ? აბტონო, აჰა, ეშვი, პრემოლარები, მოლარი პირველი მეორე, მიხვდით? თუ ეხლა აქეთ ამ მხარეს ვიღებ, იქეთ მიაბრუნებინეთ. აი ამ წინა მარჯვენა პოზიციით ამოვიღებ ნებისმიერ კბილს, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. აქვე ეხლა რა გავაკე, რა გასწავლოთ, ეს უნდა იცოდეთ. როცა ვიღებ ამ კბილებს, მეშინ ესა ჩამოვარდებ, თვითონ არ მომდეხოს. ნახეთ, მარცხენა ხელით რას ვაკეთებ აუცილებლად. საჩვენებელი თითით. ნახეთ, საჩვენებელი თითით. გადავწევ რას? ტუჩს ან აქეთ რა მაქვს? ლოღა. საჩვენებელი თითით გადავწიე და ცერა თითით ნახე შევიტანე და რომელ კბილსაც ვიღებ, თვითონ კბილს კი არ დაადო, თორე მაშას ვეღარ დაადებთ. ალვეოლურ მორჩზე დავადე. ანუ შიგნით, მიხვდით? ყველას ამას თითით გაჩვენებინებთ. და აი თქვენ ვინც არ მაჩვენებს. კეთილ, გოგოებო, შეხედეთ მაგრამ. ესე იგი, ზედაყბაზე როცა კბილს ვიღებ, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით რას გადაწევთ? ტუჩს ან ლოყას. ტუჩს ან ლოყას. ცერა თითით, აი ესე ნახეთ შევიტანე. აი თქვა ამ კბილს ვიღებ. ნახე ალვეოლური მორჩი დავაფიქსირე, ანუ სასისვა. კბილს არ დააჭიროთ, თორე კბილზე ხო არ მოიყოლებ მას. ეს მნიშვნელოვანია, რომ კბილი გქონდეს დაფიქსირებული, რომელსაც ვიღებ. გავიგეთ? ეხლა გადავიდეთ ქვედაყბაზე. ზედაყბის პოზიცია ვთქვით. ეს არ მინდა. ეხლა ქვედაყბაზე რა ვთქვით, ცოტა ნიკაპი დავწიეთ. მოდი მანამდე გეტყვით, რომ ქვედაყბაზე ბავშვებო არის 3 პოზიცია. არა, ბრიტანეთში შურო თქვენც არ მოხვდეთ.
ეს რა აიცი. ქვედაყბაზე არის სამი პოზიცია. რომელია ესა? რომელია? გამოდი აქეთ კეთილი. წინა მარჯვენა. უყურე. რომელია? წინა არა ვერ თუ შეგეშემოთ ეხლა. წინა მარჯვენაა ეს, ხო? ეხლა ნახეთ თქვენ მითხარით, ეს რომელია? უკანა მარჯვენა. ესა? უკანა. უკანა. ეს რომელია? არა, სწორად. უკანა მარჯვენა. მარჯვენა. ან ის ტყუილია, ის ამჭირდება. ერთი წინა მარჯვენა, მეორე უკანა მარჯვენა. მარჯვენა, ესა? მარცხენა. წინა ვარ? გვერდით. წინ გადმოდიო, შეყარებული რო გეტყვი, გვერდზე ჩახვალ. მარცხენა? გვერდითი. ნახეთ, მარცხენა, გვერდითი. ანუ, ქვედაყბაზე რამდენი პოზიცია აქვს? სამი. სამი. წინა მარჯვენა, უკანა მარჯვენა, გვერდითი არა, გვერდით მაშინ აქ უნდა ვიდეშილო. გვერდითი მარცხენა. და მარცხენა გვერდითი პოზიცია. ეხლა უნდა იცოდეთ ეს პოზიციები რისთვის ჭირდებათ, რომელი კბილების შემთხვევაში. გასაგებია? წინა მარჯვენა პოზიციით, ნახე ეხლა მე რა შემიძლია ამოვიღო. ანუ წინა მარჯვენა პოზიციით ვიღებ. вообще აგიტყვი надо დაინა. წინა მარჯვენა პოზიციით ვიღებ. ნახეთ, ცენტრალური საჭრელი ვიღებ. თქვენი აზრით თუ ვერა? ვიღებ. ცენტრალური საჭრელი ვიღებ. ასკამდე მაკლია ურ. ვიღებ. ეს ვიღებ. პრემოლარებს არა მიხარი. პრემოლარებს ვერ ამოვიღებ? კი. რატომ ნახე მივაბრუნებინეთ ამ. ვიღებ თუ ვერა? დიახ. პირველ პრემოლარს ვიღებ, მეორეს ვიღებ. მოლარსაც პირველს კი. პირველ მეორე მოლარს კი. ვიღებ. მარჯვენა მხარეს. ეხლა ნახეთ მარცხენა მხარეს. ნახე მოვაბრუნებინე. ვერ ამოვიღებ? კი. ანუ წინა მარჯვენა პოზიციით ვიღებ ცენტრალურ გვერდით ეს პრემოლარებს. პირველ მოლარს, მეორე მოლარს. ანუ ვიღებ წინა მარჯვენაში. შემიძლია. ოღონდ თავი აუცილებლად უნდა საპირისპირო მხარეს. ფრონტალურებში არ გჭირდება თავი. ეშვიდან დაგჭირდება. ანუ ამ პოზიციით გავარკვევ. სწორია. ეხლა თქვენი ფიქრობთ, მაშინ რა ჯანდაბაშინდოდა ის დანარჩენებიო რა? არა? მესამე მოლარი არ მიხსენებია. ვახსენე? არის უკანა მარჯვენა პოზიციით და აი მესამე მოლარი ესა. უკანა მარჯვენა პოზიციით ვიღებ. ხოლო დრას სიმბოლს ვიღებ, ოღონდ ქვედას, დედასაც ჭირდება, დედაც დაისუნდი. ეხლა როგორ? ნახეთ, მარჯვენა ხელში ხომ მიჭირავს მე მაშინ. მარცხენა ხელით აი ესე ნახეთ თავის გარშემო კეფაზე კი არა აი კისრისკენ ესე თავის გარშემო უნდა შემოვატარო ხელი შემოეხვიო უნდა პაციენტს გიყვარს თუ კარგად ანუ ესე ნახეთ შემოვახვიე თავის გარშემო კისრის არეში მარცხენა ხელი ნახეთ ბავშვებო ანუ ესე მიჭირავს თავი რა თქმა უნდა დაფიქსირებულია და აი ამ უკანა მარჯვენა პოზიციით ამოვიგებ აი ადიღება ეს კიდე მომკლა რა სადაც თითებს მომაყოლებს იცი ჰა აჰა მე იმდენი ვილაპარაკე ხა ესე ვერ გავაგებ რომ ხოცა ეს მიჯენი აი თავზე ზოგჯერ აი ესე თავი ყარად რა თავის და მჭირდი ხო აქვს მაგრამ შეიძლება შენ და ეხლა რას ვაკეთებ დანარჩენი თითებით. ანუ ეს კი შემოვატარე ესე, მაგრამ კი არა მაქვს ჩამოდებული მასზე. ნახეთ რას ვაკეთებ. სერათით რა გადავწიე, უყა დანარჩენი თითებით რა მიჭირავს. და და ნუ ახლა იმას არ გასწავლით როგორ ვიღებ და როგორ ვაკეთებ. მე უბრალოდ პოზიცია მინდა ამ წუთში და განახოთ. თორე მაშინ ამოღებას მინდა აქვს. გასაგებია რა პოზიცია. ესე იგი ქვედაყბაზე მერვე კბილი ანუ სიგრძის კბილისთვის პოზიცია უნდა გქონდეთ უკანა მარჯვენა მარცხენა ხელს შემოატარებ თავის გარშემო ოღონდ არა თხემზე და კეფაზე ანუ კისრისკენ არის ესე შემოატარებ თავი ყარად დაფიქსირებული უნდა იყოს სერათით გადავწიე ნახე ლოყა თქვა დაკეთებით ნახე გადავწიე დანარჩენი თითებით დავაფიქსირე რა ქვედაყბა გინდა აქეთ გადავწიე დანარჩენი თითებით დავაფიქსირე ქვედაყბა. ეხლა მე ხო გითხარით ზედაყბაზე გახსოვთ საჩვენებელი თითი ტუჩი ან ლოყა გადაწიეთ
სერათი არ მოუჩნდება. საერთოდ ქვედაყბაზე ნებისმიერ კბილს როცა იღებ, ეს არა მარტოვლივე. აი წინა მარჯვენა ის არის. ფრონტალურებს იღებ თქვა ბავშვი. ხეთი მოდი ეს დამჭირე. უბრალოდ დამჭირე. ეს ნახე წინა მარჯვენადი ხო შემეძლო სიბნის კბილის გარდა ყველას ამოღება. ნახეთ აქაც თითებს რას აკეთებ პირდაპირ ისე ვერაფერს ვერ და მურჩს მოჭეხავ. აქ ნახეთ ერთი თითით გადავწია ესე ნახეთ როგორ ტუჩი გადავწიე და გამიშუქეთ იქ აი ნახეთ როგორ მიჭირავს ქვედაყბა. რატო ვიჭერ ქვედაყბას? ქვედაყბა არის რა? მოძრავ ის აუცილებლად როგორც კი ოდნავ აგი მოძრავებს ქვედაყბას ინსტრუმენტს ან სხვა კბილებს მოარტყავ ან ინკრილს ჩატეხავ ან მეზობელს მოტეხავ და ასე შემდეგ. ანუ სერათით გადავწიე ტუჩიან რა ლოყა დანარჩენი თითებით დაფიქსირებული მაქვს აი ეს ზედას არ სჭირდება ხო დაფიქსირება. დავაფიქსირე აი ეს ნახეთ თქო ქვედაყბა. ამას ყველაფერს დეტალურად გამოვიკითხავ. კი არ გემუქრებით. ამას დეტალებში გამოვიკითხავ. ზედაყბაზე პოზიციას ექიმის პაციენტის თითებით რას აკეთებ მარცხენაში მარჯვენაში რა მიხდით ბავშვებო ამას ეს ყველაფერი თუ სწორად აკეთებ 0% შანსი რომ შენ ექსტრაქციას დროს კბილი ჩატეხო ბესკი ჩატეხო როგორც კი ამ რაღაცებს არასწორად იწყებ თავიდანვე რაც არ უნდა კარგად დაადო აუცილებლად იცვალებ მე 1 საათი მე ბოლმანქანა დაგჭირდება მე ფესტ ჩაგიხმო მიხდით ბავშვებო თითქოს უნიშნელო არ არის საკითხი რასაც ახლა გავდივართ რა დავიგეთ ეს რაზეც ვისაუბრე და მესამე პოზიცია რა იყო? ეხლა ბავშვებო მარცხენა გვერდითი პოზიციაში შეგიძლია ექიმს თუ უნდა ექიმს გადავიდეს მაშინ თუ იღებს ნახე ქვედაყბაზე რა თქმა უნდა ქვედაყბაზე მარცხენა მხრის პირველ და მეორე მოვას თუ არ უნდა ამოიღოს რომელი პოზიციით აი ეს წინა მარჯვენადი და თქვა რა თქვენი სურვილი არ ამნა აი მაშინ კი ბატონო გადმოვძანდი და ეს მარცხენა გვერდის პოზიციაში აი ეს გადმოვა თქვა და ნახე გავხდი აი ხო დავგვით ამ პოზიციიდან ამოვიდე ან შემიძლია ამოვიღო წინა მარჯვენადი თუ მინდა არ გადავალ და ეს მხოლოდ მოლარების შემთხვევაში ხო პირველი მეორე აქედან სულ ამეებს ნახე გაგიჭირდება თვალო აქ გადასვლა მარცხენა გვერდში დაიხსენეთ სხვა შორის ტესტებში სულ ამას დეტალებშია ზოგჯერ ჩაშლილი მარცხენა გვერდითი პოზიციით რას ამოიღებ ვაი კითხვა უნდა იცოდე რომ შეგიძლია ამოიღო მარცხენა გვერდითი პოზიციით ქვედაყბაზე პირველი მეორე მოვალი მესამე არა არ შეგეშალოთ მოლარები არა პირველი მეორე მაშინ დაკონკრეტებული უნდა იყოს ესე იგი მიხდი ეს მარცხენა გვერდითი გით გადავზანდით თითო გადავწანდეთ და რა ისმება. აი მეკი ბავშვო თუ ახლა ვინმე ცაციაა მაშინ პირიქით ის წინა მარჯვენას მაგივრად წინა მარცხენა და უბრალოდ მაშა გიჭირავს მარცხენა რასაც მარცხენა ხელი ფერა და საჩვენებელი თითით ვაკეთებდი იმას გააკეთებ მარჯვენა ხელის ფერა და საჩვენებელი თითით გავიგეთ ეს ეხლა მითხარით ვინმე რამე თუ ვერ განიგო მერე რომ მეთქვით რომ გამოკითხვის დროს ეს ვერ გავიგე ის ვერ გავიგე და ისაო არ ვიცი რა თქვა მარცხენა გვერდით ანუ პირველი და მეორე მარცხენა მარჯვენას ნახეთ ბავშვი რაღაც აი აქ ნახეთ თქვა მოვა არ ვიცი და მინდა მარჯვენა ამოვიღო ნახეთ ეს რა ქვია მაშა ექსტრაქციის დროს ყოველი პოზიცია და ისე არის რომ ეს პირში კი არ არის ნახეთ ეხლა როგორ არის აქ ნახე ყველა კვირს რას უძავს დედაკბილებს დაამწრებ ყოველთვის გარეთ რჩება ტარები მაშინ ვიცოდეთ ეხლა ვინც არის ის აი ესე დაიწყეთ ნახეთ ჯერ ვერ ამოძრავებ და მე ყველა დედაკბილს რასაც მოარტყავ ეს ადამიანს მოკრავ თავში ჩაატყვა და ძინებს უცებ მოტყავ ხო ეს ამციმედია ვიხდი ასე იგი თავიდან ვქო წინა მარჯვენა პოზიციით ყველა ზედათ უკვირა ზედაზე ვიღებ წინა მარჯვენა ხო და ქვედაყბაზე ქვედაყბას მესამე ლარის გარდა ყველას წინა მარჯვენათი ვიღებ მესამე ლარის გარდა ყველას ვიღებ სიბნის კბილის გარდა მარჯვენასაც მარცხენასაც გასაგებია უკანა მარჯვენა ვიღებ მარჯვენა და მარცხენა სიბნის
და მარცხენა გვერდითით ვიდა პირველ და მეორე მოლოს. მარცხენა მხარეს ქვედა პირველ მეორე მოლას. ძნებია? აი, იქები გალექსონეს. ეხლა რომელი ამას მნიშვნელობა აქვს, რომელი რას გადაწევს. ნახე, ესე იგი, ირიგი თუ გადავწიო, შეიძლება ძალიან იცვალო მასშტაბები. ანუ ეს უკვე ცნობილია, რომელი თითით გადაწიო, თითი და ხო. თორეა, შენი თვითონ ჩემია და ქვედა ფაზე არ დაგავიწყეთ, სერათი რო გადავწიე, აი ეს დანარჩენი თითებით ვიჭერ აუცილებლად ქვედა ფაზს რო ხარად უძრავად გავაჩენო. ასე გიქნა.